მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში გილოცავთ შობა ახალ წელს, გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებასა და თქვენი ცხოვრებისეული მიზნების აღსრულებას, ზოგადად ქვეყანას უსურვებ კიდევ უფრო მეტად რეალიზდეს თავისი შესაძლებლობებში და ორიენტირებული იყოს საკუთარი ქართული ეროვნული იდენტობის გაძლიერებაში, რამაც უნდა უზრუნველყო ჩვენთვის სასიკეთო და საჭირო მიღწევებზე ჯერ ფოკუსირება და შემდეგ უკვე საჭირო ნაბიჯების გადადგმა. სანამ ჩვენ საახალწლო, ესე იგი, განწყობით ვიყავით მონუსხულები და ერთმანეთს ახალ წელს ულოცავდით, ირანში დაიწყო საკმაოდ დიდი, ესე იგი, არეულობა და მასობრივი დემონსტრაციები ირანის პროვინციების აბსოლუტურ უმრავლესობაში ეს სახალხო პროტესტი და ჯანყი მოდებულია. არის ხერხული კიდევაც სხვადასხვა მონაცემები ათასობით დასახიჩრებულ ან პირიქით კიდევ უფრო მეტად ფატალური შედეგით დასრულებულ მსხვერპლებზე საუბრობენ და იქიდან გამომდინარე, რომ ირანის არსებული რეჟიმი მიიჩნევა რუსულ, ჩინური ბლოკადის რაღაც წევრად, რომელიც უპირისპირდება დასავლეთს, ჩვენს რეგიონში საკმაოდ აქტუალურია და საქართველოში ხარს უჭერენ რატომღაც ამ პროტესტს. ზოგადია უჭერდნენ პროტესტს ხარს და საზოგადოების ლეგიტიმურ მოთხოვნას უზრუნველყოფილი იქნა სოციალური კეთილდღეობა, ეკონომიკური სტაბილურობა და ის ადამიანური ფუნდამენტური უფლებების თანაბარი გადანაწილება, თუმცა მეორე მხარეა მისი გეოპოლიტიკური შედეგები და აქტუალურია ამ ფონზე საუბარი შახის დაბრუნებაზე, შახის ესე იგი შთაომავალზე, რომელიც არის თავისი ცხოვრების ტიპით აბსოლუტურად ამერიკელი და ცდილობენ გაიხსენონ ეს ძველი კადრები, როდესაც ირანში თანამედროვე ცხოვრების ტიპით ჩქეფთა, ესე რომ ვთქვათ და თქვენ გინახავთ კიდევაც ეს კადრები, როდესაც ესე იგი ამ ჰიჯაბის გარეშე ქალბატონები სანაპიროზე საირნობენ, იმ დროისთვის საკმაოდ თანამედროვე საციროო კოსტუმებით, რაც უჩვეულო არის დღევანდელი გადმოსახედიდან ირანზე, თუმცა და მიიჩნევენ, რომ ამ ესე იგი პროტესტის ესე იგი საბოლოო წერტილი უნდა იყოს ხელისუფლების ჩამოშლა და ირანში ესე იგი თანამედროვე ცხოვრების ტიპის სტანდარტების დამკვიდრება და ამით არამხოლოდ გაიმარჯვებს ირანული სამოქალაქო საზოგადოება, არამედ გაიმარჯვებს კოლექტიური დასავლეთი, გაიმარჯვებს სიბნელეზე, გაიმარჯვებს რაღაც რუსულ ნარატივებზე და რეგიონში გამოეცლება ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერი, რაც კიდევ უფრო მეტად ესე იგი გააძლიერებს ჩვენს რეგიონში დასავლურ გავლენას და ჩვენთანაც როგორც იქნება შემოვა დასავლური ესე იგი პოლიტიკური ძალებით მხარდაჭერილი სისტემა და დასრულდება უსამართლობის ხანა. კიდევ ერთხელ გამარჯობა, ეს არის პოლიტიკის ეკო და დღეს როგორც ამ შესწავლით მივხვდით ვისაუბრებთ ირანზე. მაშასე, ფაქტია ის, რომ ირანის არსებული რეჟიმი, რა თქმა უნდა, სისასტიკით ახშობს ამ დემონსტრაციებს. თუმცა მინდა დავიწყო მცირე ისტორიული ექსკურსი ამ ფეხლევიანთა დინასტიისა, რომლის დაბრუნებას ესე ეიმედებათ ჩვენთან და მათ შორის ალბათ სოფლიოშიც და ამ აქციებზე არაერთხელ ვნახეთ ძველი ირანული ამ ფეხლევიანთა დროშის აფრიალების აქტი, რითაც ხაზი გაუსვეს იმას, რომ ძველი წესრიგი უნდა დაბრუნდეს თეირანში. მოკლედ, ვინ არიან ეს ფეხლევიანები და საიდან დაიწყო აი მათი მმართველობის დინასტიის ამბავი. ასე იგი მე-20 საუკუნის 20-იან წლებში გამოჩნდა რეზა ფეხლევი, რომელიც იყო სამხედრო პირი და სამხედრო კარიერას მიყვებოდა. სხვადასხვა მისი დედა იყო წარმოშობით ქართველი, ანუ ქართველი დედა ყავდა ამ ფეხლევიანთა დინასტიის დამაარსებელ პირველ შახს და 1925 წელს მოვიდა ის ხელისუფლებაში, გააძევა წინა შახი, რომელიც ყაჯართა დინასტიის წარმომადგენელი იყო. და 1925 წლიდან საუბარი არის, მას ხას უჭერდნენ ბოლშევიკებიც, პერიოდულად შემდგომ დასავლეთი და ასე შემდეგ. საკვეთო წერტილი იყო
1951 წელი, როდესაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მან უარი განაცხადა, რომ მის ტერიტორიაზე განთავსებული იყო ბოლშევიკური და ბრიტანული საჯარისო ნაწილები. თუმცა 1951 წელს რეზა ფეხლევი მოუწყეს მას გადატრიალება ბრიტანელებისა და ამერიკელების ჩართულობით. გადატრიალებში იგულისხმება ის, რომ ის გადადგა და ხელისუფლებაში მოვიდა მისი შვილი მუჰამედ რეზა, რომელიცაც შემდეგ უკვე აიგო მთელი ეს PR კამპანია და ის კადრები, რომელზეც თქვენ დანახი გაქვთ, რომ ირანში არის თავისუფლება და ირანი ევროპული ტიპის სახელმწიფოა, სწორედ ამ მუჰამედ რეზა ფეხლევის პერიოდში არის გადაღებული. თუმცა აი ამ მთელი ამ კამპანიის უკან რაც იდგა რეალურად სისხლიანი ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ესე იგი საიდუმლო პოლიციის სალაკის ეგრეთ წოდებული მეშვეობით ახშობდა ნებისმიერ აზრს, გაუქმებული იყო ყველა ოპოზიციური პარტია და ასე შემდეგ მოძრაობა და წამება სიკვდილის უამრავი შემთხვევა. მოკლედ იმ პერიოდში თუკი რომელიმე რეჟიმი გამოირჩეოდა სისასტიკით, საუბარი არ მაქვს ახლა მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტთა ბლოკზე და ასე შემდეგ, ერთ-ერთი გამორჩეული იყო მთელი ამ ესე იგი 1979 წლამდე ისლამურ რევოლუციამდე ერთ-ერთი გამორჩეული იყო მუჰამედ რეზა ფეხლევის რეჟიმი, რომელიც იდგა სისხლიან სავაკის ძალაუფლებაზე. განსაკუთრებული ესე იგი მიზეზი იმისა, რატომაც მოხდა 1979 წელს ისლამური რევოლუცია, იყო სოციალური უთანასწორობა, ანუ რეჟიმის სასტიკი მეთოდების მიღმა, კიდე არსებობდა სოციალური უთანასწორობა და ფაქტორი იმისა, რომ ყველა მნიშვნელოვანი წიაღისეული და რეალურად ირანული ასე იგი ბუნებრივი რესურსები, რომელიც ირანის ხალხის სტაბილურ და უსაფრთხო ეკონომიკურ ცხოვრებას და სოციალურ ცხოვრებას და მოხმარებოდა, რეალურად ხელში იყო უცხოელებისა და ფონი, წინარე ფონი ისლამური რევოლუციის იყო დაახლოებით ესეთი, რომ ასე იგი სისასტიკე, ერთი სოციალური უთანასწორობა, სიღარიბე მასიური და მთელი რესურსები უცხოელების ხელში, განსაკუთრებით კიდე ბრიტანელებისა და როგორც კოლექტიური დასავლეთისა. რა თქმა უნდა, ეს ფონი გამოიყენა უკვე ხომეინი, რომელმაც სულიერ ლიდერად მოგვევლინა და 1979 წელს მოხდა ისლამური რევოლუცია და ხელისუფლების სათავეში მოვიდა ხომეინი, რომელიც იქცა სულიერ ლიდერად და სულიერ ლიდერის მიღმა შეითავსა კიდევაც ეროვნული მნიშვნელობის მქონე საკითხები, პრაქტიკულად თეოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა ირანი, თუმცა მნიშვნელოვანი მომენტია ფეხლევის პერიოდში იყო ის, რომ 1951 წელს, აი ამ შაჰის დიდი მმართველობის პერიოდში იყო ერთი პიროვნება მოჰამედ მოსადეყი, რომელმაც მოიგო არჩევნები 1951 წელს მოვიდა ხელისუფლებაში და მან მოახდინა ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია და მაშინ დაახლოებით 80% იყო ბრიტიშ პეტროლიუმის, ანუ ირანი წარმოადგენდა ნავთობით ყველაზე მდიდარ სახელმწიფოს იმ პერიოდში და ამ ესე იგი რესურსების 80% იყო ბრიტიშ პეტროლიუმის საკუთრება, ანუ ბრიტანელების საკუთრება. მოსადეყმა 1951 წელს, რომელმაც განათლება ჰქონდა მიღებული ევროპაში და იყო სამართლის დოქტორი, შეეცადა, რომ ევროპული სტანდარტი მმართველობისა და ეს ევროპული ტიპის კეთილდღეობა, რომელზეც ყველა ვსაუბრობთ და რაღაცნაირად ჩვენთვის მისაბაძი მაგალითია, ინტეგრაცია მოეხდინა ირანის თვითყოფად კულტურასთან და შეექმნა მმართველობის ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული მმართველობის ტიპი, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ირანელი ხალხის კეთილდღეობაზე. გაატარა არაერთი რეფორმა, მიწის რეფორმა, ფეოდალურ სისტემას დაუპირისპირდა და ასე შემდეგ, თუმცა მთავარი გამარტეხი მომენტი იყო ნაციონალიზაცია ბუნებრივი რესურსებისა, რასაც მოყვა 1953 წელს პირდაპირი, ესე იგი, მნიშვნელობით ინტერვენცია ირანში, ჩამოაგდეს მოსადეყი და დააბრუნეს ეს რეზა ფეხლევი, რომელიც როგორც უკვე გითხარით, 1979 წელს უკვე ისლამური რევოლუციამ შეიწირა. ახლა ნუ თანამედროვე ირანს რო დაუბრუნდეთ, თანამედროვე ირანის სულიერი
ლიდერი ალი ხამეინი საუბრობს ისლამურ გამოგვიძებაზე და ისლამური გამოგვიძების ფუნდამენტი რეალურად გულისხმობს იმას, რომ საგი სოფლიო, რომელიც არის დასავლურ პარადიგმაში თავს მოხვეული, გათავისუფლდება და შეიქმნება ეს მორალური საფუძველი პიონური თავისუფლებისა, რომელიც დამყარებული იქნება მის ისლამიზაციაზე და ამის ცენტრი იქნება ირანი. ზოგადად ირანის კულტურას რომ გადავიაზროთ, ირანი ყოველთვის იყო მთავარი მოთამაშე რეგიონში და რიგ შემთხვევაში სოფლიო პოლიტიკის მთავარი მოთამაშე. და ირანის გეოგრაფია გულისხმობდა იმას, რომ მის ტერიტორიაზე არა მხოლოდ ირანი იყო წარმოდგენილი როგორც ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკური სუბიექტი, არამედ მრავალი სხვა გარეშე მტრის საბიზნეს გავხდარა, იქნებოდნენ ეს მონღოლები, არაბები, სელჩუკები და ასე შემდეგ რა. ყველა აი ამ დიდი მოთამაშეების დროს ირანი ყოველთვის ახერხებდა იმას, რომ მიუხედავად იმისა, დაიწყებდნენ მას მონღოლები, არაბები, მაგალითად ის რომ მაზიანური ირანი გახდა მერე უკვე ისლამური არაბების დროს, ან მას შემდეგ უკვე შემოიჭრნენ მასში ასე იგი აიღეს სელჩუკებმა, მერე უკვე მონღოლებმა, ირანი ახერხებდა იმას, რომ მოეხდინა საკუთარი ინტერესების მოხვევა დამპყრობელზე და საბოლოო ჯამში გადაერჩია სახელმწიფო და ადრე თუ გვიან ის ყოველთვის თავისუფლებოდა ამისგან და დამპყრობლის ყანჭებისაგან და პირიქით მეტიც იგივე არაბების შემთხვევაში დღეს თუ ხედავთ რომ მთელი მუსლიმანური სამყაროს აბსოლუტური უმრავლესობა არის სუნიტური თავისი რელიგიური მიმდინარეობით ირანმა მიიღო და გახდა კიდევაც სამშობლო შიიტური მოძრაობისა და წარმოიდგინეთ მუსლიმანურ სამყაროში, ისლამურ სამყაროში, უბრალოდ გვაქვს ჩვენ სუნიტური არაბეთი, სუნიტური თურქეთი, უფრო წარღვაწასულში ოსმალეთი და ამ პერიოდში თან არსებობდა შიიტური ირანი, რომელიც ისლამურ სამყაროშიც კი ცდილობდა თვითყოფადობა შეინარჩუნებინა, რელიგიურ გაჩაში ვერ შევიდა და პოლიტიკურად რომ შეაფასო და განაცხადა ის, რომ ის არ იქნებოდა რელიგიურ სუნიტურ რელიგიას დაქვემდებარებული პოლიტიკური სუბიექტი, პირიქით შეეცდებოდა მის იდენტობაზე მოერგო რელიგიაც კი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი განაცხადია და ახასიათებს ზოგადად ირანის პოლიტიკურ კულტურას. თანამედროვეობაში ხარ რომ დავბრუნდეთ, რა მოცემულობა გვაქვს. ირანის მოსახლეობის უმრავლესობა, წარმოიდგინეთ ახალგაზრდები, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ამ სახალხო პროტესტისა. თუმცა ის რომ ამ მოსახლეობის, ესე იგი 30% ახალგაზრდობისა არის სიღარიბის ღვარს მიღმა, გაჭირვებაში, უმუშევარი, ეს განაპირობებს საკმაოდ დიდ წინააღმდეგობრივ მუხტს არსებული ხელისუფლების მიმართ. პლუს ამას გავიხსენოთ დაპირისპირება ისრაელთან და შემდეგ უკვე ამერიკული, ესე იგი ტრამპის ადმინისტრაციის სამხედრო აგრესია. ამ ფონზე საკმაოდ დაკნინდა, რო ვთქვათ, ადგილობრივი ავტორიტეტის როლი, რამდენად შეუძლია მას უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს ერთი და მეორე, რადგან ამდენხანი გვესაუბრება ისლამურ გამოგვიძებაზე, ირანულ სიძლიერეზე, როცა საქმეზე მიდგა, ну პრაქტიკულად იმიჯური თვალსაზრისით ისრაელ-ირანის დაპირისპირების თანამედროვე ან უკანასკნელ ეპიზოდში ისრაელი უფრო მეტად გამარჯვებული გამოვიდა და ახორციელებს კიდევაც იქ მთელი ამ შეიტური დანაყოფების ნეიტრალიზაციას მის ტერიტორიაზე და პირიქით ბომბავს იქით პერიოდულად თეირანს, ხო? ანუ ეს რაღაცა ომის წაგების იმიჯიც თან დაერთო არსებულ ადმინისტრაციას და ბევრი ეკონომიკური, სოციალური, მათ შორის მოხდა დევალვაცია არსებული ვალუტისა დაახლოებით დაეცა 46% ამ ბოლო პერიოდში და მთელი ეს ეკონომიკური კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი და იდეოლოგიური კრიზისი, ვისაუბრე აი წაგებული ომის წაგებული იმიჯისა, საფუძველი შეიქმნა იმისა, რომ პროტესტი, რომელიც აქამდე არაერთხელ ყოფილა ირანში, ეს ბოლოდელი არის ყველაზე მეტად
მასშტაბური. თუ ირანში არსებულ ანუ დღევანდელ თანამედროვე ირანში საკმაოდ დიდი ასე იგი მნიშვნელობის მატარებელია თუ ვის მხარეს იქნება ისლამური რევოლუციის გუშაღთა კორპუსი, რომელიც ფაქტობრივად ფლობს ირანული რესურსების ეკონომიკის 60%-ზე მეტს და წარმოადგენს ირანის პოლიტიკური, სამხედრო, საზოგადოებრივი ელიტის ბირთვს. გარდა ამისა, ანუ ჩვენ შეიძლება თქვენ ხა იფიქროთ ის, რომ ის ირანის ისლამური რესპუბლიკა არის რაღაც ტრადიციულ თეოლოგიურ სწავლებაზე დაფუძნებული სახელმწიფო და იქ ადგილობრივი მეჩეთები, რომლებიც წარმოადგენენ რელიგიურ თავშეყრის ადგილებს, არის თითქოს იდეოლოგიური ინსტრუმენტი მხოლოდ, რაც ესე არ არის რა. ყველა მეჩეთთან არის რაღაც ადგილობრივი კომიტეტები დაფუძნებული, საიდანაც ადგილობრივი მოსახლეობა იღებს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დახმარებას და ფაქტობრივად ეს არის მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური და კომუნიკაციის ინსტრუმენტი ხელისუფლებისათვის. რაც შეეხება გუშაღთა კორპუსი ისლამური რევოლუციის გუშაღთა კორპუსი არ არის რაღაცა ასეთი წმინდა სამხედრო ფორმირება ცენტრალიზებულ ხელისუფლებას და დამორჩილებული მხოლოდ რა აქ ერთიანდება დაახლოებით, რა ვიცი, ირანის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რაც არის მთავარი წინააღმდეგობრივი ფარი ნებისმიერი პროტესტის მიმართ. პლუს ამას ირანში საკმაოდ დიდია მეხსიერება, პოლიტიკური მეხსიერება და ცნობია, ესე იგი, ცნობელობა გარე ინტერვენციისა და გაცდა იმისა, რომ ხა შეიძლება რამოდენიმე კადრში ვნახეთ ჩვენ აფრიარებული ფეხლავიანთა დროშა, მაგრამ გაცდა იმისა, რომ ესე იგი შახის მემკვიდრე კვლავ დააბრუნდა და ამით გარე ინტერვენციას ხელი კიდე შეუწყო, მithumetes იმის ფონზე, რომ ბოლო სამხედრო კონფლიქტის დროს მათი მოწინააღმდეგე იყო შეერთებული შტატები, ხო? მათ მხრიდან განხორციელდა სარაკეტო დაბომბვები ობიექტურად ნაკლებია. პლუს ამას ირანში საკმაოდ დიდია ეთნიკური უმცირესობების მხრიდან გამოწვეული კითხვის ნიშნები რა და პირველი ეს არის აზერბაიჯანელები ჩრდილოეთით, მეორე ეს არის ბელუჯები პაკისტანის მიმართულებით და მესამე ეს არის ხუსიტები სამხრეთის მიმართულებით. შესაბამისად, ისლამური რესპუბლიკის დემონტაჟის შედეგად აი ამ ეთნიკური უმცირესობების ბედი როგორი იქნება, ეს არის საკმაოდ აქტუალური კითხვა და მნიშვნელოვანი საკითხი. შეიძლება აზერბაიჯანს პირობითად ახლა ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის მხრიდან როგორ განვიხილოთ, გქონდეს ცდუნება იმისა, რომ მისი ეთნიკური მოძმეების ხარჯზე მოახდინოს ტერიტორიული ექსპანსია ან მისი პოზიციების გაძლიერება, მაგრამ ხარა იქ არ არის საუბარი 100,000-ობით აზერბაიჯანზე, იქ საუბარია მილიონობით აზერბაიჯანზე, რამდენიმე ათეული მილიონზე, რომლის მართვის რესურსისთვის უნდა იყოს მზად აზერბაიჯანის დღევანდელი ადმინისტრაცია და არა მხოლოდ აზერბაიჯანი, არამედ ზოგადად რეგიონი. ამიტომ ესე მარტივად რომ რუკა დავუძოთ და გადავანაწილოთ, ესე არ მოხდება რა, ბუნებრივია. რა შეიძლება განხორციელდეს, რისი მოლოდინი შეიძლება გქონდეს ირანში. ეს მდგომარეობით სახეზე გვაქვს პროტესტი ირანის რეგიონების უმრავლესობაში და რეჟიმის ბრუტალური რეაქცია. ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რაოდენობა 12,000 აჭარბებს, ხოლო სიკვდილით დასჯის ბრძანება გაცემულია დაახლოებით 10,000 ადამიანზე. ბუნებრივია, ეს არის სრული ჰუმანიტარული კატასტროფა და უდიდესი ადამიანური ტრაგედია, რომელიც ჩვენს რეგიონში ვითარდება. სერიოზულად განიხილება ასევე ირანზე საგარეო დარტყმის სცენარიც, თუმცა ეს სხვა საფრთხებსაც წარმოქმნის თავისთავად. მართალია, რომ აქტუალური აზრი, რომ რეალური შედეგები მხოლოდ შეიძლება მოიტანოს ფართომასშტაბიანმა სამხედრო ჩარევამ ან ზუსტად დაგეგმილმა სპეცოპერაციამ, მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს სისტემის სრულ დემონტაჟს. რეჟიმი ბევრად ღრმად არის ფევს გადგმული ირანულ საზოგადოებაში, ვიდრე ეს ჩვენს წარმოდგენაშია.
თვითონ ძალაუფლება ირანში სამ ელიტურ ბირთვშია კონცენტრირებული. ეს არის რელიგიური, პოლიტიკური და სამხედრო წრეები. მიუხედავად ამ შიდა დაძაბულობისა, მათ შორის, რომელიც შეიმჩნევა ასე იგი შეუერაღებელი თვალითაც, გარეთ ჩარევა აი ამ სამხედრო, პოლიტიკურ და რელიგიურ ელიტებს შორის კონსოლიდაციას უფრო მეტად გამოიწვევს, ვიდრე ფრაგმენტაციას. და წარუმატებელი სპეცოპერაცია კიდევ გაცილებით მძიმე შედეგების მომტანი იქნება თავად ირანული საზოგადოებისათვის. სისტემების მდგრადობა ამ პირობებში ეფუძნება რელიგიური სტრუქტურების მჭიდრო შერწყმას სახელმწიფოსთან. ისლამური რესპუბლიკა არ არის მარტო ეს რაღაცა რელიგიური და ავტოკრატიული ბიუროკრატია. ის ეყრდნობა ბოინადების, ანუ მეჩეთების, რელიგიური თემების ფართო ქსელს, რომელსაც საზოგადოების ცხოვრებაში უდიდესი გავლენა გააჩნია რა. ეს ქმნის რეჟიმის გამძლეობის მთავარ საფუძველს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, განსაკუთრებით კი რეგიონებში. რეჟიმის ნგრევა საკუთარი რელიგიური და სოციალური იდენტობის დაკარგვას ნიშნავს ამ ადამიანებისათვის, ამიტომაც ისინი თავგამოდებით შეეცდებიან დაიცვან არსებული წესრიგი. და რეალისტური ხდება რეჟიმის დემონტაჟი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუნდაც გარეთ ჩარევაზე იყოს საუბარი, თუ კი ბზარი გაჩნდება და გაძლიერდება ბზარი მართველი ელიტებს შორის დაპირისპირების მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია ვახსენოთ სახალხო მოხალისეთა რაზმები, ბასიჯები, რომლებიც ისლამური რევოლუციის გუშაგთა არმიის შემადგენლობაშია. ეს მოხალისეობრივი საფუძვლის მქონე სამხედრო დანაყოფია, რომელიც ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, რომ საჭიროების შემთხვევაში ასობით ათასი ერთგული მხარდაჭერი მოაბილიზოს. მოაბილიზოს არა კლასიკური რაღაც პოლიციური ან სამხედრო სტრუქტურებიდან, არამედ რელიგიური, იდეოლოგიური ჯაჭვში მყოფი აი ამ იდეოლოგიურ ქსელში ჩართული მოსახლეობიდან. და ამიტომაც როცა ვამბობდი, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა არმია არ არის მხოლოდ სამხედრო ძალა, გულისხმობდი უმთავრესად აი ამ ბასიჯს და მის როლს ირანის სამხედრო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თუ კი რეჟიმი მიუხედავად სახალხო წინააღმდეგობისა ან საგარეო ზემოქმედებისა მაინც შეძლებს, რომ აჯანყება სისხლში ჩაახშოს, სიტუაციაზე სრული კონტროლი დაამყაროს და რეალურად დაიბრუნოს ეს მართვის სადავეები სრულად, ამ პროცესში ბუნებრივია ლომის წილი ექნებათ სამხედროებს და ჩემი ვარაუდით, თუ კი რეჟიმი გაიმარჯვებს, ძალაუფლების შტოებს შორის მხდება ძალთა ბალანსის ხელახალი გადანაწილება. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჩემი შეხედულებით ხელთ იგდებს სრულ ძალაუფლებას და რელიგიური კასტა გადაინაცვლებს ფორმალურ რგოლში. ამ ლოგიკით რელიგიური წრეების აბსოლუტიზმს დაბრალდება საერთაშორისო იზოლაციაც, ეკონომიკური კრიზისი, სოციალური ამბოხი და რაც მთავარია მარცხი ისრაელ-ირანის აი ბოლო კონფლიქტში და იდეოლოგიზირებული საზოგადოებისათვის მარცხი აი ამ თავარ იდეოლოგიურ მოწინააღმდეგესთან არის სრული კატასტროფა. ამიტომაც ძალაუფლებს ეძლებათ შანსი, რომ დაწინაურდნენ და ირანის ისტორიისთვის ეს სულ არ არის რაღაცა ახალი შემთხვევა. პირიქით, ხო, ირანის ისტორიას ვინც კარგად იცით, გეცოდინებათ, რომ რამდენად აქტუალურია ხოლმე სამხედროების მხრიდან ძალაუფლების ხელში ჩაგდება. და თავად შაჰი ფეხლევიც, ვინც დაარსდა ამ ფეხლევიანთა დინასტია, როგორც უკვე ვახსენეთ ამ ვიდეოში, სწორედ სამხედრო გახდათ და ამ გზით მოვიდა ეს აბსოლუტურ ძალაუფლებაში. ირანის ამბოხის შეფასებებში ასევე არ უნდა გაუჭდეს რიგი გეოპოლიტიკური ფაქტორები. რევოლუციის სცენარის პარალელურად ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთმა, ჩინეთმა და ირანმა ჩაატარეს ერთობლივი სამხედრო წვრთნები და ეს იყო რაღაცნაირი ერთგვარი პასუხი საერთაშორისო საზოგადოებისა და განსაკუთრებით დასავლეთის მიმართ, რომ ეს ეგრეთ წოდებული საფრთხული ბლოკი ირანის კრიზისის მიუხედავად კვლავ ერთიანია რა. ირანი დასავლური გავლენის შეკავებისთვის არის საკვანძო სივრცე და ცენტრალური რგოლი უჭირავს ჩინეთის შუა დერეფნის გეოეკონომიკურ პროექტში. ამიტომ პეკინისთვის მნიშვნელოვანია, რომ რეჟიმის ცვლილებამ არ გამოიწვიოს ფუნდამენტური საგარეო პოლიტიკის რევიზია. პროდასავლური ირანი, რა თქმა უნდა, არც თავისთავად რუსეთის ინტერესებშია.
და თუ კი ვისაუბრებთ იმაზე, რომ აი და უფრო შეიცვალა რეჟიმი, მშვიდობა და რეგიონალური სტაბილურობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ეს სამი დიდი მოთამაშე, ამ შემთხვევაში რუსეთი, ჩინეთი და შეერთებული შტატები შეთანხმდებიან გარკვეული ტიპის კომპრომისზე და იმ მმართველ კლასზე, ვინც უნდა გადაიბაროს ირანში ხელისუფლება. ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, სანქციებისგან თავისუფალი ეკონომიკურად გახსნილი ირანი არის იდეალური, თუმცა, არსებული საერთაშორისო დაპირისპირების და ახალი სოფლიო წესრიგის ფორმირების ფონზე ამ სამ პოლუს შორის ასეთი ტიპის კონსენსუსი ამ რეგიონზე, საუბარი მაქვს ირანზე, პრაქტიკულად შეუძლებელია დღის მდგომარეობით. ასევე ცალკე ფაქტორია თურქეთიც, რომელიც ძალზედ შიშობს ირანის ქურთული მოსახლეობის მის შესაძლო ქურთული სეპარატიზმის აღზევებაში და გარდა ამისა თურქეთისათვის მნიშვნელოვანი ანტისემიტური სახელმწიფოს არსებობა რეგიონში და ასევე დიდი თურანის იდეის აქტუალურობის შენარჩუნება ვაშინგტონში. ამ შემთხვევაში თუ კი დიდი თურანი განიხილება გეოპოლიტიკურ პროექტად, რომელმაც უნდა შეაკავოს სამხრეთული ბლოკის ქვეყნების, უპირველესად კი რუსეთისა და ირანის პოლიტიკური კავშირი და მათ შორის ეკონომიკური დაახლოების სახმელეთო საზღვრებს შორის გაჩნდეს მათთვის სასურველი, ესე იგი, ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ირანსა და რუსეთს შორის ამ ეკონომიკურ კავშირებს, ამ პოლიტიკურ კავშირებს შეაფერხებს. შესაბამისად, ამ თურანის მნიშვნელობა იზრდება მაშინ, როდესაც რუსეთი და ირანი დაახლოებით ერთ საგარეო პოლიტიკურ კურსზე იქნებიან. ხოლო თუ კი ამ, ესე იგი, ჯაჭვიდან ამოვარდება ირანი და შესაბამისად ის გახდება ან ნეიტრალური, ან პირიქით მეტად უფრო მეტად პროდასავლური სახელმწიფო, მაშინ დიდი თურანის გეოპოლიტიკური პროექტის აქტუალურობა იკარგება ვაშინგტონში, შესაბამისად ეს არც ერდოღანის აწყობს ამჯერად. ბოლო ცნობებით ის იზრდება, რომ ანკარა და თეირანი ერთმანეთში თანამშრომლობენ კიდევაც და მათ შორის უსაფრთხოების მიმართულებით გავრცელდა ამბები იმის შესახებ, რომ თურქეთი აწვდის ინფორმაციას ისრაელის შესაძლო მოქმედებების შესახებ კიდევ ირანს. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ სიმართლე არის ერთი, რომ ირანელი ხალხი როგორც 1979 წელს ისლამური რევოლუციის წინა პერიოდში, ისევე დღესაც იბრძვის თავისუფლებისათვის და კვლავ განიცდის იმ სისასტიკეს მმართველი კლასის მხრიდან, როგორც განიცდიდა თავის დროზე ისლამური რევოლუციის დროს. მათი სიმამაცე და წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, ადამიანურ სოლიდარობას წარმოქმნის, მაგრამ სამწუხაროდ თანამედროვე სამყაროში და ზოგადად ალბათ სოფლიო პოლიტიკაშიც გეოპოლიტიკური თამაშები დღესაც წყვეტს ადამიანების ბედს, იქნება ეს თეირანი თუ დანარჩენი სამყარო. ყოველ შემთხვევაში ვითარება როგორ გაგრძელდება, ამას ვნახავთ ჩვენ და ახლა ამის წინასწარმეტყველება ალბათ არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან, თუმცა რომც გაიმარჯვოს რეჟიმმა საპროტესტო აქციაზე, მას აუცილებლად მოუწევს გარკვეული ტიპის სოციალური კონტრაქტის გაფორმება საზოგადოებასთან. იმ მარტივ მიზეზის გამო, რომ არსებულ მოდელში თანაცხოვრება კიდევ უფრო მეტად ტკივნეული იქნება მოსახლეობისათვის და ადრე თუ გვიან ეს ამბოხი მოხდება და შეიძლება პირიქით მოხდეს თვითონ სამხედრო წრეების მხრიდანაც. ჩვენ ქართველებმა უნდა დაველოდოთ, ესე იგი, გულმოდგინეთ, იქიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება რაღაც წინასწარი პოზიციების დაფიქსირება ჩვენი მხრიდან იმ მარტივ მიზეზის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ვიყოთ მდგრად გეოპოლიტიკურ რეგიონში. პირიქით, ჩვენი რეგიონი ზანზარებს, ეხლა რეალობა სიმართლე ეს არის და ჩვენი სახელმწიფო ინტერესი კარნახობს იმას, რომ არ შეიძლება რომელიმე მხარის აქტიურ მხარდაჭერად ვიყო წარმოჩინებულები, უსურვოთ მშვიდობა ირანს და ირანელ ხალხს, კეთილდღეობა. მადლობა ყურადღებისათვის.